გია თორთლაძე მწვერვალის მორიგ დალაშქვრას რუსული აგრესიისას დაღუპულ 12,000 ადამიანის ხსოვნას მიუძღვნის. საერთაშორისო ექსპედიცია ევერესტზე გუშინ გაემგზავრა მწვერვალს ალპინისტი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით მესამე დაეპყრობს და იქ ეროვნულ დროშას დატოვებს. ქართულ ექსპედიციასთან ერთად მწვერვალის დასალაშქრად სხვა ქვეყნის 35-მდე ექსპედიცია ემზადება. გია თორთლაძის თქმით, საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით ევერესტზე განთავსებულ ეროვნული დროშა მნიშვნელოვანი შეტყობინება იქნება. ექსპედიცია 50 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ჩემი მესამე ასვლა იქნება რიგით თუ ავედი მწვერვალზე. მინდა გითხრათ, რომ პროექტი, რომელსაც მე უკვე 2 წელია ვახორციელებ საქართველოს ოკუპანტების გარეშე, ეს დროშაც მწვერვალზე ავა. ხუჯრიანი დროშა, საქართველოს ხუჯრიანი დროშა, რომელიც არ ყოფილა ევერესტზე, ანუ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე. ეს დროშაც ჩემთან ერთად იქნება, რა თქმა უნდა, იმ დროშასთან ერთად და რაც თავარია, ეს ასვლა მიეძღვნება აი 12,000 ბიჭს, ვინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.